დღეს 6 იანვარს უწყოდი პროტესტის მე-40 დღეა. დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ რეჟიმის ტყვეები, საქართველოს მოქალაქეები უცვლელი მოთხოვნებით ისევ ქუჩაში გადიან. დღის განმავლობაში თბილისსა და რეგიონებში საპროტესტო მარშები გაიმართება, მონაწილეები მოაწყობენ საშობაო მსვლელობას და ალილოს. შობის ღამეს თბილისში მოქალაქეები რუსთაველის გამზირზე ქაშვეთის ტაძართან შეხვდებიან შობას და ანთებული სანთლებით შეეგებებიან დღესასწაულს. ნინუცა კეკელია ჩაგვართვება პირდაპირ ეთერში და გვეტყვის უფრო კონკრეტულად, როგორი იქნება დღევანდელი შობის ღამე. კეთი, დღესაც განსაკუთრებული ღამე იქნება რუსთაველის გამზირზე. საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც უწყოდ პროტესტში მონაწილეობენ, აგერ უკვე 40 დღეა, დღესაც შეიკრიბებიან რუსთაველის გამზირზე, რომ შობის დღესასწაულს შეხვდნენ ერთად. მანამდე კი რამდენიმე მსვლელობა იქნება თბილისის სხვადასხვა ქუჩებიდან და ტაძრებიდან. სამების საკათედრო ტაძრიდან არის ერთი მსვლელობა, ასევე მეტეხიდან, ვაკის პატარა სამებიდან. შემდეგ კი უკვე მოქალაქეები შეიკრიბებიან ქაშვეთთან, სადაც საშობაო ლიტურგია აღევლინება და მიიღებენ ცხადია ისინი ამ დღესასწაულის აღნიშვნაში მონაწილეობას. ჩვენ ნახეთ, რომ აი ამ პროტესტის მანძილზე ყველა საერო თუ სასულიერო დღესასწაული აღინიშნა ცენტრალურ გამზირზე, სადაც 40 დღეა პროტესტის ეპიცენტრი არის, სადაც 40 დღეა ადამიანები იკრიბებიან უცვლელი მოთხოვნით, რომ ახალი არჩევნები დაინიშნონ და რეჟიმის ტყვეები გათავისუფლდნენ. ქრისტიანობა, ეყრდნობა, უბრალოდ ქრისტიანობა შემოაქვს ფასეულობები ისეთი, როგორც არის სიყვარული, ტოლერანტობა, სამართლიანობა, ჭეშმარიტება, მშვიდობა და ეს არის ის ფასეულობები, რომლებზეც ჩვენ ვდგავართ. რომლითაც ჩვენ ვიბრძვით და რისთვისაც ჩვენ ვიბრძვით მთელი აგერ უკვე თითქმის 2 თვე ხდება, ხო და მანამდე კიდევ რამდენი თვე იყო. ამიტომ მე მგონია, რომ ყოველი დღე ჩვენთვის არის შობის და აღდგომის გახსენება და ამ ფასეულობებით ცხოვრება და შესაბამისად, როდესაც შემოდის უკვე კალენდარულად 7 იანვარი, რა დღესაც აღინიშნება ქრისტეს შობა, უნებრივია, რომ ჩვენ აღნიშნავთ ამას და აღნიშნავთ მთელი გრძნობით და მთელი შეგნებით. თავარი არის ის, რომ ჩვენ მყარად ვდგავართ ქრისტიანულ ფასეულობებზე, ქრისტიანულ ფილოსოფიაზე და ამიტომ სიყვარულით, სამართლიანობით და ჭეშმარიტების ძიებით გავიმარჯვებთ. ჩვენ გვახსოვს, რომ ჯერ კიდევ მაშინ, როცა მოქალაქეები აპროტესტებდნენ რუსული კანონის მიღებას არალეგიტიმური ხელისუფლების მხრიდან აღდგომის დღესასწაული აღნიშნეს ერთად რუსთაველის გამზირზე მოქალაქეებმა და მართლაც იყო ძალიან ამაღელვებელი სანახაობა. შემდეგ კი ახალი წლის ღამე 31 დეკემბერი, როცა თავისუფლების მოედნიდან რუსთაველის თეატრამდე საახალწლო სუფრა იყო გაშლილი, ეს იყო ერთად იმის და პროტესტის დღე ამბობდნენ მაშინ მოქალაქეები და ახლაც ვალდებულად თვლის ყველა, რომ შობის დღესასწაულსაც შეხვდნენ ასევე რუსთაველის გამზირზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და მთავარი გზავნილი, რომ იმის მიუხედავად, რომ დღესასწაულია, იმის მიუხედავად, რომ სურთ ადამიანებს ცხადია სახლებში იყვნენ, ახლა ერთი დიდი ოჯახი დგას რუსთაველის გამზირზე და სწორედ ამიტომ ყველა დღესასწაულს საერო იქნება თუ სასულიერო, ისინი შეხვდებიან ერთად და ეს იქნება კიდევ ერთი ძალიან მკაფიო გზავნილი, რომ არავინ აპირებს დაღლას და დაშლას, რადგანაც ამ პროტესტში არიან ძალიან მკაფიოები საქართველოს მოქალაქეები, რომ ახალი არჩევნები არის კრიზისიდან გამოსავლის ერთადერთი გზა და რუსული რეჟიმის ტყვეების გათავისუფლება არის ასევე მთავარი მოთხოვნა. ქრისტე პირველ რიგში არის გამაერთიანებელი, სიცოცხლის მომცემი, სინათლის მომცემი. ამიტომ ეს ჩანაფიქრი, რომელიც თქვენ წარმოადგენთ, რომ ადამიანები მიმდებარე ტერიტორიაზე შეხვდებიან შობის ღამეს და შემდეგ გადმოინაცვლებენ ქრისტეს სიყვარულით რუსთაველზე, ეს იქნება კიდევ ერთხელ ერთიანობის დიდი დემონსტრირება, როგორიც იყო ახალ წელს და როგორიც გრძელდება და უნდა გაგრძელდეს. მე პირადად ვდგევარ ჩემს მეგობრებთან ერთად და ვდგევარ ბევრ თანამოაზრესთან ერთად.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ შორის შეიძლება ბევრი განსხვავება იყოს, ვიღაცები შეიძლება მოგწონდეს, არ მოგწონდეს, აი ზუსტად როგორც ეკლესიაშია, ხო, შედიხარ, შენი, არ ვიცი, შენს გამო, შენი სულის გამო, სალოცავად, შენი ოჯახის გამო და იქ არ უყურებ ვინ დგას და ვინ რა ცოდვით არის მოსული, ხო? ეკლესია ჩვენ გვაერთიანებს. ამ შემთხვევაში დღეს რუსთაველი გვაერთიანებს და ეს ერთობა ყველას უნდა რომ ხვალ აღნიშნოს. და მნიშვნელოვანი დღეა და ადამიანებმა გამოთქვეს სურვილი რომ აი აქ შეხვდნენ შობას, რაც ძალიან კარგი აზრია. სულად ვეთანხმები და არაჩვეულებრივი ჩანაფიქრია, იმიტომ რეალურად მართლაც წარმოუდგენელია ჩვენი ძველი უდიდესი ტრადიციული თქვა ერთწმენდის გარეშე ეს ყველაფერი გაკეთდეს და რა თქმა უნდა ეს ყველაფერი დაკავშირებულია იმ ტრადიციასთან, რომელზეც დგას ქართული სახელმწიფოებრიობა და ქართული მენტალობა, როგორც ასეთი მშვენიერი რიტუალის ხარჯზე გაოცებული ვარ რა არაჩვეულებრივ სიახლეებს იგონებენ ქართველები. არა, კრეატიული ხალხი რომ ვართ, ეს ისედაც ვიცოდი და ყოველთვის ვიცოდი, მაგრამ ყოველდღე რომ ახალ-ახალი მოდის, თან სიმართლე და ისიც არ ვიცი ავტორი ვინ არის. ყველას გვინდა ოჯახში ყოფნა, იმ პირობებში, რომ ადამიანები ნაწამები და დაჭერილები არიან, ციხეებში ათენებენ, ვერ შევხვდებით მშვიდად სახში ამ დღესასწაულებს. მეორე, ეს არის უწყვეტობა და მდგრადობა ამ აქციის. რა, რომ არ არსებობს მიზეზი, რის გამოც ჩვენ შევწყვეტ ქუჩაში გამოსვლას. მათ შორის რელიგიური დღესასწაულები, საერო დღესასწაულები, არ ვიცი, რაც არ უნდა მოხდეს და როგორც 31-ში შევთანხმდით, რომ 31-ში ყველანი ერთად ვიქნებოდით, ამ დღესაც ვიქნებით ერთად. დღესაც თანხმდებიან მოქალაქეები, როგორც მოისმინეთ, რომ ახლა არ არის სახლში ყოფნის დრო, როცა რეჟიმის ტყვეები ყავს ამ ქვეყანას, როცა ამდენ ადამიანზე იძალადეს, ამიტომაც ისევ რუსთაველის გამზირზე შეხვდებიან ამჯერად უკვე შობის დღესასწაულს 8 საათზე დაიწყება მსვლელობები, როგორც გითხარით, სამების საკათედრო ტაძრიდან, ასევე მეტეხის ღვთისმშობლის შობის ტაძრიდან, ვაკის პატარა სამებიდან რამდენიმე ლოკაცია არის მონიშნული და შემდეგ უკვე ერთად შეიკრიბება ყველა რუსთაველის გამზირზე, სადაც აღევლინება ქაშვეთთან საშობაო ლიტურგია. კიდევ ერთხელ მოქალაქეები ამით არალეგიტიმურ ხელისუფლებას ეტყვიან, რომ არ აპირებენ არც დაღლას, არც გაჩერებას, არც პროტესტის შეწყდება, ვიდრე არ შესრულდება ორი მთავარი მოთხოვნა, არ გათავისუფლებიან ტყვეები და არ დაინიშნება ახალი არჩევნები.